მოქმედი BMF-ის ჩემპიონი, ყოფილი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი და ახლა უკვე პოტენციური მომავალი მსუბუქი წონის ჩემპიონი. ადამიანი, რომელიც საერთაშორისო ბრძოლის კვირაილს უჰედლაინერებს ამ კვირას, T-Mobile არენაზე, დუბრონქს ოლივეირას წინააღმდეგ. საქართველოსა და ესპანეთის სიამაყე, ერთადერთი და განუმეორებელი, ილია თოფურია. როგორ ხარ არიელ? კარგად ილია, კარგად. შენ როგორ ხარ? ძალიან კარგად. არაჩვეულებრივად გამოიყურები მეგობარო და მადლობა უნდა გითხრა რომ გამონახეთ რომ ჩვენთან სასაუბროთ. ვიცი რომ ბრძოლის წინ მედიასთან ურთიერთობას ნელ-ნელა ამცირებ. ყოველთვის ასიამოვნოა არიელ შენთან საუბარი. ჩემი კარიერის განმავლობაში შენ მუდამ ჩემი გულშემატკივარი ხარ. შეიძლება კითხო ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ. არის თუ არა ჯონსის და ასპინალის შემთხვევა შენი და ისლამის მდგომარეობის მსგავსი? როცა ერთს მეორესთან ჩხუბი არ სურს. არა, საერთოდ არა. ვერც კი შევადარებ ამ სიტუაციას. ჯონსმა წარმოუდგენლად ბევრ რაღაცას მიაღწია ამ სპორტში. ის საუკეთესოების პირისპირ გამოდიოდა გასული 10 წლის განმავლობაში. მას უბრალოდ პენსიაზე გასვლა უნდოდა და ის გავიდა კიდეც. ის ალბათ დაიღალა. არ მგონია რომ ვინმეს თავს არიდებდეს. როდესაც ერთ მეტოქეს ამარცხებ, ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ახალი და ეს დაუსრულებლად გრძელდება. რომც მოეგო ასპინალისთვის, ვიღაც ახალი პროსპექტი მაინც გამოჩნდებოდა. შეიძლება კითხო, ისლამი გარიდებს თავს? გონია რომ არა. მოგატყუებ რომ გითხრა კი მეთქი. ჩემი აზრით ის უბრალოდ დაიღალა წონისკლებით. მას ახალი გამოწვევა სურს. მას აქვს შანსი გახდეს 2 წონის ჩემპიონი და ვფიქრობ სწორედ ამ მიზნისკენ ისწრაფვის. ბელალს რომ დაემარცხებინა დელამადალენა, ფიქრობ რომ ახლა ისლამთან მოგიწევდა ჩხუბი ოლივეირას ნაცვლად. 100%-ით მჯერა რომ ეგრე იქნებოდა, მას სხვა გზა უბრალოდ არ იქნებოდა. კი, მაგრამ არ ჯობდა პირდაპირ შენთან ჰქონოდა ჩხუბი და შემდეგ ასულიყო ჯეკ დელამადალენასთან. უდიდესი ბრძოლა გამოვიდოდა. ბევრს არ ესმის, რამდენად მძიმეა წონისკლების პროცესი. როდესაც ეს პროცესი ზედმეტად გხლის, შემდეგ უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა ვისთან შემოგთავაზებენ ბრძოლას. არც შემოთავაზებულ თანხას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეგ დროს უბრალოდ გინდა რომ შენს ჯანმრთელობას მიხედო. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მე წონა შევიცვალე და მგონია რომ ისლამიც იგივე გზას ადგას. როგორც ვიცი, შენ ორგანიზაციასთან შეხვედრა უკვე ჰქონდა, როდესაც ავსტრალიაში იყავი. მაგ დროს უთხარი, რომ მსუბუქ წონაში გინო დასვლა. მოგვიყევი უფრო მეტი დეტალი ამის შესახებ. კი ბატონო, ჩემს მასთან ერთად ვიყავი ავსტრალიაში, რადგან მას იქ ბრძოლა ჰქონდა ჩანიშნული. მე ჰანტერს შევხვდი და უთხარი, რომ აღარ მინდა თავის მოკლა ამ წონისკლებით. მიყვარს, რასაც ვაკეთებ, ამიტომ გარკვეული ცვლილებები უნდა შემეტანა. და როდესაც მათ შენეს უთხარი, რა გიპასუხეს? კი, არ არის პრობლემა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ კამარზე მოგცემთ ბრძოლასო? კი, ზუსტად ასე იყო. მე მათ ავუხსენი, რომ არ მაქვს პრობლემა ტიტულის დათმობაზე. ვიცი, რომ ბევრი პროსპექტია ამ დივიზიონში და მე არ ვაპირებ ეს 145 შევაფერხო და ადამიანებს თავიანთი ოცნების დასრულებაში ხელი შეუშალო. მათ კარგად გამიგეს და უკვე აქ ვართ. როდესაც ისლამმა გითხრა, რომ კამარს არ გაძლევდა, შენ ამაზე გაგეცინა, ვინაიდან იცოდი, რომ შენ უკვე მოგცეს პირობა ტიტულზე ჩხუბისა. კი, 100%-ით მართალია. როდესაც ისინი პირობას მაძლევენ, საკუთარ სიტყვას არაზროს გადადიან. მოხარული ვარ, რომ ამას ამბობ. ჩელსონენმა მითხრა, რომ ვტყუოდი, როდესაც ვახსენე, რომ შენ ტიტულს შეგვირდნენ. მე არ დავთმობდი კამარს, რომ არ მოიცათ აპრიორი გარანტია, რომ მსუბუქ წონაში ტიტულზე მაჩხუბებდნენ. ასე რომ ყოფილიყო, ალბათ უფრო მეტ დროს ვიფიქრებდი. და გავაგრძელებდი ჩემი ჯანმრთელობის შეწირვას, იქამდე სანამ გარანტია არ მექნებოდა. აი როგორ აგიხსნა, არ ვდგამ ისეთ ნაბიჯს, სადაც არ ვიცი წინ რა მელოდება. საბოლოოდ შენ ვაკანტურ ტიტულზე ჩხუბობ და არა მოქმედი ჩემპიონის, ისლამის წინააღმდეგ. მაგრამ შენს პირისპირ იქნება ჩარლზი, რომელიც არაჩვეულებრივი მებრძოლია. ყოფილი ჩემპიონი და ფანების საყვარელი ათლეტი. იყო თუ არა მომენტი, როდესაც შენ იმედი გაგიცრუდა. ცხადია, არაფერი გვაქვს ოლივეირას საწინააღმდეგო, უბრალოდ ისლამთან შენ სხვა ისტორია გაკავშირებს. არა, საერთოდ არა, მე მხოლოდ საკუთარ გადაწყვეტილებას ვაკონტროლებ. მე უბრალოდ ტიტულზე ჩხუბი მინდოდა და ეს მივიღე კიდეც. არ აქვს მნიშვნელობა, ისლამი, ოლივეირა თუ ცარიკვიანი იქნება ჩემს წინააღმდეგ. უარს არავის ზე ვამბობ.
როგორ გონია სწორი გადაწყვეტილება მიიღეს? ან ჩარლზი უნდა ყოფილიყო, ან არმანი? არ ვიცი, ვინც გინდა იყოს, მე აქ ვარ. ახლა რომ დამირეკო და მითხრა რომ ცარუკიანია, არ მაინტერესებს, ვიცი რაც მოხდება შაბათს ღამე. რამდენად უფრო ბედნიერი ხარ ახლა? აი მაგალითად ჰოლოვეისთან ჭუბამდე, მახსოვს ჩვენ ვისაუბრეთ. როგორ შეადარებდი იმ მდგომარეობას ახლანდელთან? რამდენად შეიცვალა შენი განწყობა წონასთან ერთად? წარმოუდგენლად განსხვავებულია. ახლა თავს გადასარევად გრძნობ. ბედნიერი ვარ, შემიძლია ვჭამო, დავლიო და თავს არ ვიკლავ. ცხადია, ბრძოლის კვირა ყოველთვის რთულია, მაგრამ შედარებაც კი არ შეიძლება წარსულთან. იმ ექსტრა რამდენიმე კილოგრამა ახალი სიცოცხლე შემმადა. როგორ ფიქრობ, ბრძოლის წინ რამდენი იქნები წონაში? კილოგრამებში გეტყვი, ალბათ 79 ან 81. ქვემსუბუქში როცა იყავი, მაშინ რამდენს იწონიდი? ალბათ 76-ს. მაგარია, ამდენი მოგიმატია. მე შენს ღია ვარჯიშს ვუყურე ვეგასში. დაუჯერებლად მაგარი სტრაიკინგი გაქვს. და არ გულისხმობ მხოლოდ სისწრაფეს და სიზუსტეს. გეტყობა რომ ახლა სულ სხვა დონეზე ხარ. ბოლოს რომ გნახეთ, თითქოს ყოველ კვირას ახალი რამ ხდებოდა შენს თავს. თითქოს სტრატოსფეროში გაიჭერი. ბერნაბეუზე გადიოდი. ქუჩას ესპანეთში შენი სახელი უწოდეს. NFL-ის რეკლამაში ეს გადაგიღეს. როგორ უმკლავდები ამ ყველაფერს? რაც შენ ცხოვრებაში ახლა ხდება? მით უფრო რომ რეალობასთან კავშირს არ კარგავ. როგორ აბალანსებ ასეთ ცხოვრებასა და ვარჯიშს? ვცდილობ ვისიამოვნო პროცესით. ეს ღვთისწყალობაა ჩემთვის. ყველაფერი სპორტთან არის დაკავშირებული. ვაგრძელებ ვარჯიშს. ახალთაობას ჩემს ცოდნას ვუზიარებ. ჩვენ ვნახეთ მერაბი საქართველოში რომ ჩავიდა. იგივე სცენა მინდა ვნახო შენზეც. ხომ არ გეგმავს სამშობლოში ჩასვლას? ვერც კი წარმოვიდგენ როგორ დახვედრას მოგიწყობენ. არ ვიცი, ალბათ ვნახოთ, როგორ წარიმართება ცხოვრება ბრძოლის შემდეგ. არ მიყვარს წინასწარ რაღაცების დაორგანიზება. ჭუბის შემდეგ სულ შემომდის ზარები და შემოთავაზებები. ჯერ ახლა არაფერი მაქვს დაგეგმილი. ალბათ ყველაზე დიდი ჭუბი რაც შეიძლება UFC-მ წლის ბოლომდე დაგეგმოს არის შენ და პედი. როგორ ფიქრობ, არის შანსები ამისა, თუ შენ მოიგებ შეუძლიათ რომ პედის შეგახვედრონ? არა, ეს ჯერ არ მოხდება, მას კიდევ ერთი ბრძოლის მოგება უწევს, იმიტომ რომ ასე უკეთესი იქნება ჩვენი ჭუბისთვისაც. როგორ მიგაჩნია, ვის წინააღმდეგ უნდა გააკეთოს მან ეს განაცხადი? იქნებ გეიჯი? კი, ალბათ ჯასტინ გეიჯი. გონია რომ მას ადვილად დაამარცხებს. ფიქრობ რომ ამას მარტივად იზამს? იმას არ ვამბობ რომ გეიჯი არ მომწონს, პირიქით, მისი დიდი ფანი ვარ და მომწონს მისი ჭუბები. ის ბევრს ურტყამს და ბევრსაც ატარებს. უბრალოდ მგონია რომ სტილისტურად პედისთვის ეს მარტივი ჭუბი იქნება. მართალია რომ შენ ესპანეთში შესთავაზე ღონისძიების ჩატარება და მათ გითხრეს რომ თუ ასე მოხდებოდა, მაშინ შუაღამეს მოგიწევდა ჭუბი და შენ ეს წინადადება არ გიზიდავს. კი, რაღაც მსგავსი ნამდვილად იყო. სხვათა შორის რაღაც შეთანხმება შეიძლება მაინც შედგეს. ევროპის პრაიმ ტაიმზე შეჯერება მაინც შესაძლებელია. თუ ასე მოხდა, მე დიდი სიამოვნებით ვიჭუბებ ესპანეთში. შენ პედის წინააღმდეგ ბერნაბეუზე, ნამდვილი სიგიჟე იქნება. თუმცა pay-per-view-ს თვალსაზრისით რამდენად ასე იქნება არ ვიცი. pay-per-view-ს ყველაზე დიდი ბაზარი მაინც შტატებია. კი ასეა, მაგრამ თქვენ ამერიკაში ძალიან პოპულარულები ხართ. ვიცი, მაგრამ ყველაზე დიდი ღონისძიებები მაინც მგონია რომ ამერიკაში უნდა ჩატარდეს. მე ვცდილობ დაგარწმუნო თუ რამდენად დიდი ვარსკვლავი ხარ, შენ კი მაინც თავმდაბლობას ინარჩუნებ. მე მგონი თავში არ გაქვს, ხომ ამარნილი? რა სიტყვი? მადლობა, ნამდვილად ასეა. რას ფიქრობ ოლივეირას კარიერაზე? მან ჩენდლერს მოუგო. ფიქრობ რომ ისევ ისეთი სახიფათოა, როგორც რამდენიმე წლის წინ იყო, როდესაც ტიტულზე ჭუბობდა ხოლმე. ოლივეირას ვერასდროს ჩამოწერ, მას ყველაზე მეტი ფინიში აქვს UFC-ს ისტორიაში, მაგრამ არ ვიცი, მსგავს სიტუაციაში არაერთხელ ყოფილ ვარ. ვოლკთან, მაქსთან, ისინი ხელშეუხებლები იყვნენ, მათი გათიშვა არავის შეეძლო. ვიდრე მე შემხვდებოდნენ, ეს ასე იყო. ჩემნაირი მათ არავინ უნახავთ. ის უნარები, რაც ამ სპორტში მე მაქვს, მსგავსი ჯერ არავის უნახავს. ოლივეირას კი ახლა ევალება, რომ მხოლოდ გამოცხადდეს ოქტაგონზე. დანარჩენს მე მივხედავ.
აი გონებაში როგორ გესახება ეს ყველაფერი, რაც უფრო ახლოვდება ჭხუბი. მე მას პირველ რაუნდში დავაფინიშებ. ამას ისე მარტივად ამბობ, თითქოს ყავაზე გადიხარ. კი იმიტომ რომ მას წინ უყვარს მოსვლა, მე მხოლოდ ეს მჭირდება. დრო მარტო იმაში მეკარგება რომ დისტანცია ჩაუკეტო ჩემს ოპონენტებს. ისინი სულ გარბიან, რა წამს დისტანციას ვამცირებ და კომბინაციებს ვიწყებ, მათ ვთიშავ. ჩარლსთან კი ეს არ მომიწევს. ის ისედაც ჩემკენ წამოვა და ვერც კი დაინახავს საიდან რა მოხდება. ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო ბრძოლის კვირეულზე გამოდიხარ. წლების წინ შენ რაიან ჰოლს ეჭუბე პრელიმებში. ახლა როცა ჰედლაინერი ხარ, ფიქრობ რომ ისინი ხედავენ რომ ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი ხარ. არ ვიცი, არ ვლაპარაკობ მსგავს რაღაცებზე. მათ უბრალოდ დამინეკას და მე დავთანხმდი. არ ვარ სულელი, ვიცი რომ ერთ-ერთი უდიდესი სახელი ვარ ამ სპორტში. თუმცა არ ვიცი, როდის შევძლებ ვთქვა, რომ მე ამ სპორტის სახე ვარ. ამჟამად ძალიან ბევრი დიდებული ათლეტი გვყავს. შენ გითხოვს ორგანიზაციაში ვინმესთვის, რომ თუ შენს და ისლამის მოიგებთ კამრებს, შენ ქვესაშუალო წონაში გინდა ასვლა. ვიცი რომ ამაზე გისაუბრია, მაგრამ უშუალოდ ხელმძღვანელობასთან თუ გიხსენებია შენი ეს სურვილი. კი, ეს საუბარი შედგა, მაგრამ ხომ იცი როგორები არიან, მათ არ სურთ საჯაროდ გამოვიტანო ის დიალოგი, რაც პირადად გქონდა. კი, მესმის. მაგრამ რო რამე მოხდება ხო ეს ამბავი? ესეთი რამჯერ არავის უქნია. კი, თავისთავად. მარტივად შესაძლებელია რომ მოხდეს. და როგორ ფიქრობ, შენს ხელს ხომ არ მიადგება რაიმე ზიანი? არა, საერთოდ არა. ჩემი გონება სულ ასეა მოწყობილი. აი მაგალითად, როცა ჩემს ცოლთან ერთად ქუჩაში ვსეირნობ, ვინმე რამე რომ უთხრას, მე ხომ არ დაუწყებ მას, დაზუსტებას, რამდენს იწონის, ან სიმაღლეში რამდენია. მე უბრალოდ მას თავს წავაცლი. და მე ასე ვაზროვნებ, ეს ჭხუბის ბიზნესია. არ მაინტერესებს ვინამდე იწონის. თუ ჭხუბობ, მოდი ვიჭხუბოთ. თუ შენი ზედმეტი 4 ან 5 კილო გაქვს, კი ბატონო, გილოცავ, მაგრამ ეს ვერ გიშველის. ანუ ვიდრე კარიერას დაასრულებ, 170-ში გიხილავთ? კი, აუცილებლად. სავსებით რეალურია რომ ეს მოხდეს. შენს ძმაზეც მინდა გკითხო, რა დიდებული პერფორმანსი ჰქონდა მას თებერვალში. შენ ახსენე რომ მასთან ერთად იყავი. ვიცი რომ ის შენ გეხმარება და გარკვეული პერიოდი ცოტა ჩრილშიც იყო. მაგრამ ახლა როცა მას თავისი მომენტი უკვე ჰქონდა, შენთვის ეს როგორი შეგრძნებაა? საერთოდ არ ეტყობოდა რომ 6 პროფესიონალური ბრძოლა აქვს კარიერაში ჩატარებული. გაცილებით უფრო გამოცდილს გავდა. ის დომინირებდა ფეხზეც, ჭიდაობაშიც, გრეპლინგშიც. ძალიან ვამაყობ. მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს საჩვენებელი. დარწმუნებული ვარ, ის მომდენო ჩხუბში ძალიან მაგარ ნოკაუტს შემოგთავაზებს. აინახავთ. რაც შეეხება შენს ზედმეტ სახელს, როგორ მოგიხსენიოთ ჩაბაც? ელმატადორით თუ შეიძლება. ისევ ამ სახელის ერთგული ვარ. ჩვენ იქამდე არ ვაფასებთ რაღაცებს, სანამ არ ვყარგავთ. ასე მომივიდა ელმატადორზეც. ისე შენზე და რონალდოზე რა ხდება? მორჩა თქვენ შორის შუღლი? ალბათ არ ვიცი, როგორც მახსოვს, ჩემზე რაღაც თქვა, როცა ბექსტეიჯში განუსთან ერთად იყო და მე ეს არ მესიამოვნა. შემდეგ მან გამომიწერა სოციალურ მედიაში. პირადად როცა ვნახავ, ის ჩემზე აზრს შეიცვლის. რომ თითქოს მე ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგს ჩემზე ასეთი წარმოდგენა აქვს, როცა სოციმედიაში მხედავენ. ესე იგი, ბოლოს მაინც მან დაგაფოლოვა რა? კი, ეთყობა რაღაც დაინახა ჩემში. და სერხიო რამოსიც დაესწრება ჭყუბს. არ ვიცი, დიდი ხანია არ მისაუბრია მასთან. მე მას მივწერე, მაგრამ უკან არ მოუწერია. რა? მეგონა რომ ძმაკაცობდით. კი, ეგრეა, უბრალოდ მან არც კი მიპასუხა. აი, არა უშავს დაივიწყე. შენი ცოლი და ბავშვები ისინი თუ დაესწრებიან. კი, მეუღლე აქაა და ბავშვიც წამოვა. ჩემი ქალიშვილი ესპანეთში რჩება, ჯერ პატარაა. კი, რა თქმა უნდა, რომ ნახო ლაპებზე როგორ ვარჯიშობს, გაოცდები. მას უყვარს ჩხუბი. სულ მეუბნება, მამა, მინდა ვივარჯიშო. გინდა რომ ამ სპორტს მიხვდეს. არ ვიცი, გააჩნია მას რა ენდომება. მე მხოლოდ მსურს რომ კარგი პიროვნება იყოს და კარგი ღირებულებები ჰქონდეს. და ბოლოს, ვარდები თუ მოგაქვს შაბათისთვის? კი, რა თქმა უნდა, ჩემს ოპონენტებს პატივი უნდა მივაგო.